რეჟიმის პატიმრის ანრი კვარაცხელიას მეუღლე საკმაოდ მძიმე ისტორიას ყვება, როგორ დაკარგა მან ბავშვი, როგორ მოეშალა მუცელი სწორედ იმ სტრესის გამო, რაც მიიღო მისი მეუღლის დაკავების დროს. ის ქრონოლოგიურად აღწერს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც 5 დეკემბერს გამთენიისას მის ოჯახში შეიჭრნენ სამართალდამცველები, ძალის გამოყენებით დააკავეს მისი მეუღლე და ნუცა ერემიანი გვიყვება, რომ გამთენიისას მოთხოვებით ეს პირველ ეტაპზე სამართალდამცველებმა მათ სახლში შეღწევა, ჯერ მოატყუეს, რომ თითქოს მანქანა გაკაწრეს და უნდოდათ კარიც გახსნა და გასვლა რომელიმე მათგანის, რომ ენახათ ეს დაზიანებული მანქანა. ამის შემდეგ გაიგეს, რომ ჩუმად ხსნიდნენ საცხოვრებელი ბინის კარს, თუმცა ამ დროს უთხრეს, რომ სახლში იყვნენ და უთხრეს, რომ წარედგინათ შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ დაკითხვის ან დაკავების უფლება ჰქონდათ, თუმცა ეს დოკუმენტი სამართალდამცველებმა ვერ წარუდგინეს და ამის შემდეგ დაიწყეს უკვე კარის შემტრევა. გარდა ამისა ცდილობდნენ ფანჯრიდან გადასვლასაც, თუმცა ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ უკვე შევიდნენ ბინაში და აქ უკვე იწყება ფიზიკური ანგარიშწორება და მორალური სტრესი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, როგორც კვარაცხელიაზე, ასევე ნუცაზე და ასევე ანრის დაზე. ნუცა ერემიანი ამბობს, რომ როდესაც კარის ზღურბზე გადააბიჯეს სამართალდამცავებმა, მას ერთ-ერთმა მათგანმა და კარგად იცის ამ ადამიანის სახე, ამოცნობა მარტივად შეუძლია. ნუცა ერემიანი ყვება, რომ ამ სამართალდამცავამ მას ყელში მოუჭირა, აწია მაღლა და შემდეგ გადააგდო დივანზე, ყვება, რომ ისეუბნება და პროვოცირებდა, რომ დანა არ გაქვს დამარტყი, ასეთ ფრაზებს ისმენდა სამართალდამცავისგან. ამის შემდეგ გაგრძელდა ანრი კვარაცხელიაზე და მის დაზე ძალადობა. ცდილობდნენ, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისგან გაეცალკევებინათ, თუმცა როდესაც დაძმის გაცალკევება ვერ მოახდინეს, მაშინ მათ უკვე ფიზიკურად უსწორდებოდნენ და ძალის გამოყენებით წაიყვანეს კვარაცხელია უკვე იზოლატორში. ნუცა ამბობს, რომ ამის შემდეგ მას ძლიერი ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში, ასევე თავბრუსხვევები და სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის მივიდა სამედიცინო დაწესებულებაში და გაარკვია, რომ 3 კვირის ნაყოფი მოეშალა. დაიწყეს ბლაგვის საგნით კარების სახელურის გატეხვა. ერთ-ერთი მათგანი ცდილობდა ფანჯრიდან შემოსულიყო და წიხლებს ურტყავდა ფანჯარას, ხელითაც აწვებოდა და ცდილობდა ძალის გამოყენებით ან შუშა ჩაემსხვრია, ან თუნდაც გადმოეგდო ფანჯარა. როდესაც უცადე ტელეფონით ან ლაივის გადაღება და თუნდაც ვიდეოს ჩაწერა, მაშინ ყელში მწვდა ორივე ხელით, მაღლა ამწია, ისე რომ დავბუჟდი იმ მომენტში, საერთოდ ვეღარ გრძნობდი ვერაფერს. გრძნობდი, რომ უბრალოდ უნარო გავხდი, სუნთქვა მიჭირდა, მახრჩობდა ეს უჰაერობაც, გადამაგდო უფრო სწორად საწოლზე. ყველა წავიდა ჩემი მეუღლის მიმართულებით საძინებელში, მიდიოდა ჩოჩქოლი, რასაც ქვია. 2 ადამიანს, ჩემი მეუღლეს და მის დას საწოლზე დაგდებულს ურტყავდნენ წიხლებს, მუშტებს. ვილზე, როდესაც ხმას უფრო მოვუმატე იმის იმედით, რომ თუნდაც მეზობლები შემოვიდოდნენ და დაგვეხმარებოდნენ, ან უბრალოდ ვინმე შეიძლებოდა რომ გაეგო და დახმარების სურვილი ქონოდა, პირზე ამაფარეს ხელი. ამ ყველაფრის მერე 2 კვირის თავზე დამეწყო სუნთქვითი პრობლემები, დამეწყო მუცლის არეში ძალიან ძლიერი ტკივილები. შემდეგ დავეჭვდი მუცლის არეში ტკივილის გამო და წავედი ექიმთან ვიზიტზე და ექიმმა მითხრა, რომ 3 კვირის თავზე დავკარგე ნაყოფი. ეს იყო ძლიერი სტრესის ბრალი. ასევე მითხრა, რომ მჭირდებოდა ძალიან დიდხნიანი დასვენება, ძალების მოკრება. დღემდე ვსვავმე წამლებს, ჩვეულებრივად ვიკეთებ გადასხმებს ასევე, რადგან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო არ არის. რეჟიმის პატიმრის სასამართლო პროცესი 29 იანვარსა, მას ედავებიან, რომ თითქოს კვარაცხელიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, თუმცა როგორც ადვოკატი, ასევე ოჯახი ამბობს, რომ პროკურატურას ამის არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს.